ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. დაინგრა 5 საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან. მეწყრული ზონიდან გაყვანილია 38 ოჯახი. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე შექმნილია საკოორდინაციო შტაბი. ირმა ჭოლაძე დეტალებით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული ზონიდან უსაფრთხო ადგილზე 38 ოჯახი, ჯამში 104 ადამიანია გადაყვანილი. ამ დროისთვის 5 სახლია დანგრეული, ხოლო რაც შეეხება მოქალაქეებს, მათი ნაწილი უკვე გადაიყვანეს ქუთაისსა და ტყიბულში. სასტუმროებში ნაწილი კი კვლავ რჩება სოფელ კურსების საჯარო სკოლის შენობაში და მათ დროებითი საცხოვრებლით დღის ბოლომდე დააკმაყოფილებენ. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, მათ უცნაური ხმები გამთენიისას გაიგონეს, შემდეგ მოგვიანებით კი უკვე სახლებზე ბზარები შენიშნეს, რის შემდეგაც ერთმანეთს ტელეფონით დაუკავშირდნენ და უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოასწრეს. რაც შეეხება მეწყრულ პროცესს, სოფელ კურსების რამდენიმე მკვიდრი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ პირველად მეწყრული პროცესი სოფელში რამდენიმე დღის წინ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ადგილობრივი სახლის ირგვლივ ღობე ჩაინგრა და მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ შესაბამის უწყება შეატყობინეს. ქარი იყო, შუქებიც არ იყო და ამიტომ ვერ გევიგეთ თავიდან როგორ იყო. 4 საათზე მერე ძალმა დამირეკა ჩემი ეთეზოში ვცხოვრობ და ინგრევა ყველაფერი. გამოვით მე პატარა ბავშვები ყავდა ტყუპები ყავს 2. ხო და რო გამოვით უკვე დასხეთქილი პლოშადები ყველაფერი. გზები იგიდან ჩვენ გამოვედით იმით რომ გამჩერებულ წყაროზე გამოვედით რომ მე საღამო შევიდოით და მე მაშველებიც მოვიდნენ და მასთან მაშველებმა გუშველენ და გამოგვიყვანენ იმათმა. დანგრეულია ბევრი სახლები. დაბზარულია თითქმის ყველა სახლი გაფუჭებულია, ასეთი აღარალი რომ ვარგოდეს. მეორე დღეს უკვე მეზობლებმა დანგრეულია სახლიო, გამზარული არისო და ჩამოსული არის სახლი, ჩამოწეული არისო, ქვემოთო 1-2 მეტროზე არისო ჩამოწეული და ჩვენი ეს ზაბორი რომელიც იყო ეკლესიამდეა სულ ჩამოწეული და შევატყობინეთ კი და მე სახლში აღარ დავჭით ქუთაისში წამოვედით. მეგონა რომ ჩვენი ზაბორის ბრალია და ამიტომ ჩვენ გვინდოდა იმ ზაბორის შეკეთება და ანუ უეცრად განვითარდა ეს მოვლენები მანამდე არასდროს არ ყოფილა. ხო, არა. როდესაც გავედით გარეთ, სიტუაცია იყო აშკარა, ხეების ხმა და ზოგადად, უკვე სიტუაცია იყო ნაცნობი. ღვარცაფი არის ჩამოწოლილი, რამოდენიმე სახლი არის დაზიანებული, 38 ოჯახი გვართ გამოსულები. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დილიდან მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ამ დროისთვის გადაადგილება სრულად არის აკრძალული ქუთაისი ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. მოვახდინეთ ნაწილის გაყვანა სასტუმროებში და ეტაპობრივად გადავიყვანთ დანარჩენ მოსახლეებსაც შესაბამის საცხოვრისებში. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ყველა უწყება ჩართული არის პროცესებში. ასევე გადაიკეტა ქუთაისის და ქუთაისი ტყიბულის დამაკავშირებელი გზა და ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის აკრძალული. იქ ამჯერად იმყოფებიან ეპიცენტრის ზონაში გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ხდება სიღრმისეული შესწავლა როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების და როგორც კი ისინი დაბრუნდებიან, შექმნილი არის სოფელ კურსებში შტაბი, სადაც ჩართული არის სახელმწიფო ყველა სტრუქტურა, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა. მიმდინარეობს ამჟამად აღწერა, არის 38 ოჯახი დაზარალებული, 104 მოქალაქე, რომელთა განთავსება ხდება როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების შესაბამისად და დამხმარე მედიკამენტებით, დასაყოფაცხოვრებო ნივთებით, ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სოფელ კურსებში დილიდან მუშაობენ გეოლოგები და შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსალოდნელ რისკებს შეისწავლის. ტყიბულიდან ირმა ჭოლაძე საუბრობდა.